საქალაქო სასამართლოში სხდომა კიდევ ორი პოლიპატიმრის საქმეზე გაიმართა საუბარია თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეზე. ისინი პარლამენტის მიმდებარედ 16 აგვისტოს დააკავეს და ამტკიცებენ, რომ პროვოკაციის მსხვერპლები არიან. მათ დაკავებას კი წინ უძღოდა რამდენიმე კვირით ადრე მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც აქციის მონაწილეებთან რეჟიმის მხარდამჭერი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მივიდა. აქტივისტების თქმით, ბექა გოცირიძემ რუსთავაზე მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. გოცირიძე დანით იყო შეიარაღებული, თუმცა მის ნაცვლად აქტივისტები დააკავეს და მათ ახლა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე, სადაც ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები გამოკითხეს. თაკო მაისურაძე განაგზობს საუბარს ფორმულას ეთერში. დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის პროცესი. ისინი ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეში, ჯგუფურ ძალადობაში. დღეს ბრალდების მხარეს მოყვანილი ჰყავდა 3 მოწმე, მათ შორის 2 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გამომძიებლები. მათ წარადგინეს მათი გამოძიების შედეგები, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ეს შედეგები ბუნდოვანია და მიმართულია იმისკენ, რომ ასახოს თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის ბრალეულობა და არ არის ობიექტური, არ ასახავს თავად ბექა გოცირიძეს ბრალეულობას და ამბობენ ადვოკატები, რომ საბრალდებო სკამზე მათი დაცვის ქვეშ მყოფების ნაცვლად ახლა ბექა გოცირიძე უნდა იჯდეს. ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც გამოკლეული არის და დათვალიერებული ბრჭყალებში გამომძიებლების მხრიდან დათვალიერების ოქმში ასახული არა აქვთ ასახული სრულად ინფორმაცია ამ ოქმებთან, ვიდეოებთან მიმართებაში. ამაზე დაცვის მხარის კითხვაზე მათ უპასუხეს, რომ ეს იმ მომენტში იქ არ დაუნახავთ და მხოლოდ ის დაინახეს, როდესაც უკვე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა საქმე. იქამდე ბექა გოცირიძეს ხელში ტელეფონი რო ეკავა, იქამდე რომ პირის მოძრაობადაც ეთყობა, რომ ლაპარაკობს, ანუ ვიდეოს წერდა თავისთავად. ამაზე კითხვა, ვიდეოს წერდი თუ არა, ხელში ტელეფონი გეკავა თუ არა, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიანი უთელება გქონია თუ არა, გამომძიებლებს არც ერთხელ მსგავსი კითხვა ბექა გოცირიძეს არ დაუსვამთ. ჩვენ დავადგინეთ და დავადასტურეთ ის ფაქტი, უთხრად, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს მიზნად ჰქონდა აღეწერა კონკრეტული ადამიანების მოქმედება და პირიქით დაემალა კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული. ამ ადამიანს საკუთარი ინიციატივით თუ სხვისი დავალებით დათვალიერების ჩატარებისას დასახული ჰქონდა მიზნად, რომ იტარებია და იკლია არა ფაქტთან დაკავშირებით, არამედ თოკო თოშხუას და მინდია შერვაშიძის წინააღმდეგ. ის ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ ამ ადამიანის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ უნდა იქნეს გაზიარებული და მის აპრიწონეთ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ვიდეო მასალით, სადაც ასახულია ბექა გოცირიძე როგორც პროვოკატორი, კონფლიქტის ინიციატორი, დანით შეიარაღებული თავდასხმელი. რაც გამორიცხავს არა თუ იმას, რომ ბიჭებმა ჩაიდინეს დანაშაული, არამედ ადასტურებს პირიქით ბექა გოცირიძის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შემდეგ სხდომაზე სასამართლო კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს მოისმენს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მადლობა, ეს თაკო მაისურაძე იყო ფორმულას